გამარჯობა. პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას, მადლობა ასეთი მაგარი ბრძოლისთვის. როგორც ვიცი, უმეტესობა შენი ბრძოლის ჩატარებული გაქვს უცხოეთში, სხვა ქვეყნებში და როგორ შეგრძნება საქართველოში დაბრუნება და როგორ შეგრძნება სამშობლოში ბრძოლა? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის. 4 წელია უკვე საქართველოში არ ჩამიტარებია ბრძოლა. ჩემს ქვეყანაში ბრძოლა რა თქმა უნდა ყველა ქართველისთვის ემოციურია, მეტად მოტივირებულია. ბედნიერი ვარ ჩემი ხალხის წინაშე ბრძოლით რა და გამარჯვებასაც უფრო მეტი ემოცია მაქვს შენს ქვეყანაში. კი ბატონო, და კიდევ ერთ შეკითხვას დავამატებ. ნამდვილად მოახერხე განვენცე ნავსის გატეხვა, რადგან წინა ორ ბრძოლაში, ორ მთავარ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. და როგორი мотиваცია იყო ეს შენთვის? მაგაზე დიდად არ მიფიქრია სიმართლე რომ გითხრა როცა ბრძოლაზე შევედი. ისედაც გამარჯვება იყო ჩემთვის მთავარი. უკეთესი ბრძოლა მინდოდა რომ ჩამეტარებინა, მაგრამ რის საშუალებაც მომცა შიგნით კლეტკაში მოწინააღმდეგემ ის გავაკეთე და გავიმარჯვე. რაც მთავარია შედეგი არის ჩემთვის რა. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ ბევრ წარმატებებს და გამარჯობა. მადლობა. მეტოქეზე რას გვეტყვი, რას ელოდი მისგან და რამდენად გამართლა შენი მოლოდინები? მეტოქისგან სიმართლე რომ გითხრა მეც მოველოდი. მეგონა რომ ცოტა ხანი დგომში წავიდოდა რა ჭხუბი, მაგრამ ეგრევე ჭიდაობა დამიწყო და მეც გადავერთე რა ჭიდაობაზე. დგომში მინდოდა ამ ბრძოლის წარმართვა. მოწინააღმდეგისგანაც ველოდებოდი რომ თავიდან დგომში დამიწყებდა, მაგრამ გეგმები სხვანაირად დაალაგდა რა და ჭიდაობა გამოვიდა 3 რაუნდი. როდის სურს დაბრუნება და კონკრეტული მეტოქე ხომ არ ყავს არჩეული? კონკრეტული მეტოქე არ მყავს. რა ვიცი, ვისაც შემოთავაზებს ორგანიზაცია ნებისმიერს მივიღებ. არ ვარ ესეთ პრეტენზიული რომ ავარჩიო ეხლა მებრძოლები ვისთან მინდა ჭხუბი და ვისთან არა. ჩემთვის ყველა ერთია რა. მთავარია შემომთავაზონ ვიჭხუბო და ჩავატარო და ჩემი თავი ვანახო. მადლობა, გისურვებ წარმატებებს. აი ხა.